გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Პაუცემლო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გამარჯობათ. მივესალმები იმ ტელემაყურებლებს, ვინც ვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი იონი. სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნო სყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი. აქვე გახსნა და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. სადაც შესაბამისი კუთხე დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ კურნალობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ექიმი ქალბატონი ნონა შანიძე. მოგესალმებით ქალბატონ ნონა. ჩვენ ხშირად ტელემაყურებლებს შევახსენებთ ხოლმე თავს იმასთან დაკავშირებით, რომ იწყება იმუნიზაციის აქტიური პერიოდი და ვაფრთხილებთ, უხსნით იმ აუცილებლობას, რითაც საჭიროა, რომ მათ ჩაიტარონ შესაბამისად აცრები და ორგანიზმი შეხვდეს მომზადებული ამა თუ იმ დაავადებას. აი ზუსტად ახლა დაწყებული არის ის პერიოდი, როდესაც იმუნიზაციის კვირეულს თქვენ უწოდებთ ამას. ამასთან დაკავშირებით თქვით პირველ რიგში ჩვენს ტელემაყურებლებს აუხსნათ განუმარტოთ ეს რას წარმოადგენს და რამდენად ეს შეესაბამება იმას, რომ ჩვენ მათ აუხსნათ ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა. გისმენთ? მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. როგორც აღნიშნეთ, დაიწყო უკვე ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან ერთად საქართველოშიც იმუნიზაციის კვირეული. ბოლო წლებში აქტიურად, ყოველწლიურად ჩვენ ასე ვთქვათ, ფეხი აუწყვეთ ევროპის რეგიონის მთელ რიგ ქვეყნებს და ჯანმოსში გაერთიანებულ სხვადასხვა სახელმწიფოების ევროპის იმუნიზაციის კვირეულს. საქართველოში ძირითადად 2007 წლიდან აღნიშნავთ და მინდა გითხრათ, რომ იმუნიზაციის კვირეული არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ამ კვირაში უნდა ჩატარდეს ყველაფერი და ამით საქმე ამოიწურება. ზოგადად იმუნიზაცია ბევრჯერ გვითქვავს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კაცობრიობის ისტორიაში და მედიცინის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, ძალიან ბევრი სიახლეებია მედიცინაში, მაგრამ ეს ძირითადად მკურნალობის დარგებში, მაგრამ რაც შეეხება პროფილაქტიკას, ყველაზე დიდი მიღწევა ეს არის იმუნიზაცია, ვაქცინაცია. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რა უფრო უკეთესია, განვითარდეს დაავადება და მერე ვიბრძოლოთ და თავში ხელი ვირტყათ მის მკურნალობაზე, თუ ის რომ არ განვითარდეს ეს დაავადება. იმისათვის, მაგრამ ეს ყველა დაავადებას რა თქმა უნდა არ ეხება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს მართვადი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ჩატარებულ ვაქცინაციას. კონკრეტულად საქართველოში არსებობს ეროვნული კალენდარი, რომელიც სხვადასხვა დაავადებების მიმართ გულისხმობს აცრების ჩატარებას. ეს არის
დაწყებული ტუბერკულოზით და თქვენ იცით, რომ ტუბერკულოზი ეს არის სოციალური დაავადება მეტნაკლებად, იმიტომ რომ იგი დამოკიდებულია კვებაზე, ცხოვრების პირობებზე და არაიმუნიზირებულ პიროვნებას ძალიან იოლად ერევა ტუბერკულოზი როგორც დაავადება და მთელი ცხოვრება გადანჯულია მისი მკურნალობით. ასევე B ჰეპატიტი, რომელიც დაბადებისთანავე ბავშვს 12 საათში უკეთებს სამშობიარო სახლში, ესეც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ბავშვს მთელი ცხოვრება შემდეგ კი განმეორებით ტარდება სხვა ვაქცინებთან ერთად კომბინაციაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არა B ჰეპატიტი ხომ ხედავთ დღეს რა აჟიტირებულია C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა და როგორი წარმატებული პროექტი ხორციელდება დღეს საქართველოში ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის მიერ. რატომ უნდა იყოს ასე გავრცელებული, როცა შეგვიძლია ნებისმიერი დაავადება, რომელიც მართვად ინფექციად ითვლება, რომ წინასწარ დავიცვათ, ჩავატაროთ ღონისძიებები და ეს დაავადებები პრაქტიკულად აღმოვხვრათ. ასე იყო მაგალითად პოლიომიელიტისგან, როცა გათავისუფლდა საქართველო. ჩვენ მივიღეთ პოლიომიელიტისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ ტაჯიკეთში იყო ფეთქება, რამოდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და იმიტომ რომ საზღვრები არ არის ჩაკეტილი და გვაქვს იმის ბედნიერება, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მისვლა-მოსვლა ხდება მოსახლეობის, როგორც გასვლა ისე შემოსვლა, ყოველთვის ვდგევართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ვაიმე შემოსული პოლიო ვირუსით კიდე არ დაგვემართოს ეს საკმაოდ რთული და მთელი ცხოვრების დამამახინჯებელი დაავადება. ეხლა მე გეტყვით იმას, რომ ევროპის იმუნიზაციის კვირეული საქართველოში ტარდება 2007 წლიდან და რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ ამისათვის. ჩვენ დავგეგმეთ ასე, საგაზეთო სტატიები, მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეხსენება, თქვენი გადაცემა და ამისთვის დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას უნდა შევახსენოთ. იცით რა შეასაქმე, დედა ყოველთვის კარგს ცდილობს შვილისთვის, მაგრამ ხანდახან შეხსენება გვჭირდება, ხანდახან გათვითცნობიერება გვჭირდება იმისი, მასზე შეიძლება მშობელზე თუნდაც უფრო დიდი ასაკის და დიდი წინათაობის ადამიანებმა ურჩიონ, რომ არ გინდა არაცრა ეს ბავშვი, ეს არის მცდარი აზრი, ან კიდევ ერთი სხვა. ამბავს მოხდილი აქვს ესა თუ ის ინფექციური დაავადება გვეუბნი, გადატანილი აქვს. ჩვენ არ ვიცით არის თუ არა ნამდვილად გადატანილი, თუ ლაბორატორიის დასკვნები არ გვიჭირავს ხელში. ადრე კი დიფერენცირება ხდებოდა კლინიკური ნიშნების მიხედვით, მაგრამ დღეს სხვანაირი მიდგომაა. იცით ძალიან ფართოდ გავრცელებული წითელა წითურა ბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომლის კამპანია დაიწყო უკვე მეორე წელია. საქართველოში დაფიქსირდა 10,000 შემთხვევა და აქედან 4 ლეტალობით დამთავრდა. ეს საკმაოდ დიდიც, მაშინ როცა ერთ წითელაზე ჩვენ უკვე ეპიდაფეთქებასავით კვლევას ვატარებდით ადგილებზე და იმდენად რთული ხასიათი მიიღო წითელა წითურა ბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციამ და წითელას შემთხვევებმა, რომ ეს გარეგნულად გადატანილი ინფექციური დაავადების შემდეგ კი ალაგდება, სურათი აღარ შეინიშნება, მაგრამ მის ორგანიზმში, იმ დაავადებულის ორგანიზმში იმდენად ბევრ გართულებებს და ბევრ ზიანს ტოვებს, რომ ეს მთელი ცხოვრება შეიძლება მოიმკას. რატომ არის სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებული? ერთ-ერთი მიზეზი ზუსტადაც გადატანილი ინფექციური დაავადებები, რომლებმაც კვალი, ძალიან ცუდი კვალი დაამჩნია მის გულს, მის ღვიძლს, მის ტვინს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ სახელმწიფო მოწოდებულია, რომ და მინდა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველა აცრა, რომელიც ტარდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეს არის უფასო. წარმოიდგინეთ ხალხო, რამხელა სიკეთეა. დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური ფონი არ გვაძლევს იმის საშუალებას ხშირად, რომ ჩვენ გავიღოთ ზედმეტი ხარჯები, იმიტომ რომ დღეს აქტუალურად ესა თუ ის პრობლემა, რომელიმე დაავადების არ გვიდგას. მაგრამ როცა სახელმწიფო ყიდულობს თვითონ ამ ვაქცინას, რატომ უნდა უარი ვთქვათ ჩვენი შვილების მომავალზე და ჯანმრთელობაზე. იგივე წითელი წითურა ბაყურა.
კიდევ ერთხელ მინდა 14-დან 30 წლამდე ასაკის მოსახლეობას ვუთხრა. თქვენ ხართ ზუსტად ის ასაკი, უმრავლესობა თქვენი ასაკის წარმომადგენელი, რომლებმაც უნდა დაგვიტოვოთ ჯანმრთელი მომავალი თაობა, დაუტოვოთ შთამომავლობა ჩვენს ქვეყანას. საერთოდ, დატოვოთ ჯანმრთელი ჯანსაღი მომავალი თაობა. მაგრამ თუნდაც ერთხელ მაინც თუ გსმენიათ, რა რთული შედეგი აქვს იმას, რომ ფეხმძიმე მოხდეს წითურით დაავადებულთან კონტაქტში, არათუ მას შეხვდეს წითურა, მოხდეს წითურით დაავადებულთან კონტაქტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ ჯანსაღ შთამომავალზე, არამედ ის ნაყოფი პრაქტიკულად განწირულია რა. აქ არის თანდაყოლილი გულის მანკი, აქ არის სიყრუესი, ბრმავე შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ არის მოწოდებული სახელმწიფო რო წითელა წითურა ყბა, იგივე ყბაყურა. ყბაყურა რომელიც მამაკაცებში იწვევს ისეთ გართულებებს, რომელიც მერე უშვილობას იწვევს, ხო ვიცით გართულების შემთხვევაში. აი ამ ერთი ჩხლეტით, ერთი ნემსის ჩხლეტით თქვენ გაქვთ თუ არა ჩატარებული აცრები, უშუალოდ პრემიერის განკარგულებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით. გვაქვს ასეთი მოწოდება. 14-დან 29 წლის ჩათვლით აცრა უნდა განხორციელდეს მიუხედავად აცრის სტატუსის, ანუ მას ჩატარებული აქვს თუ არა აქვს, ეს ერთი დოზით ვაქცინირება აუცილებელია მისთვის. ამიტომ წელს სახელმწიფო სტრატეგია ასეთია, ზოგადად იმუნიზაცია ეს არის სახელმწიფო სტრატეგია. ასეთია, რომ 95%-იანი მოცვა და უფრო მეტი უნდა იყოს წითელა წითურა ყბაყურას საწინააღმდეგო აცრილთა პროცენტული მაჩვენებელი მოცვა იმუნიზაციით. ეს ეხება 1 წლის ასაკში ჩატარებულ ბავშვებს გეგმიურად და ეხება შემდეგ უკვე 5 წლის ასაკში, რომ ეს გეგმიურად ჩაიტარონ. დაუშვათ მას აქვს ჩავარდნა აცრებში, მისი უბნის ექიმმა იცის, რომ ჩავარდნილი აცრა და მას განმეორებით უნდა ჩაუტარდეს. ძალიან გთხოვთ, თქვენ ხართ შეგნებული ასაკი, აქ არ არის ბავშვობის ასაკი 14-დან 29 წელი, რომ ბავშვმა თვითონ ვერ განსაზღვროს მისთვის რა არის უკეთესი. ძალიან გთხოვთ, დააყოვნებთ. მიბრძანდით თქვენ სამოქმედოობაზე, მიბრძანდით თუნდაც სტუმრად სადაც იმყოფებით გარკვეული პერიოდი. ვაქცინით უზრუნველყოფილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მე კონკრეტულად ჩვენი რაიონის, ჩვენი მუნიციპალიტეტის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ვაქცინა, რომელიც არის მაღალეფექტური ძალიან შედეგიანი და ჩაიტარეთ ვაქცინაცია, იმიტომ რომ ეს ერთადერთი გზა, ავიღოთ სოფის ვირუსით დასნებოვნება. რომ არა სოფის ვაქცინის გამოგონება, ეს ნიშნავს, რომ სოფით დაავადებულის მკურნალობა პრაქტიკულად სოფლიოში არ არსებობს. დაავად და სოფით, მას თუ აცრები არა აქვს პროფილაქტიკური ჩატარებული, დამთავრებულია იქ გამოსავალი არის სიკვდილი, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ვირუსის ბლოკირება შეუძლია ვაქცინას. გვაქვს ეს სიკეთე, გვაძლევს ამ სიკეთეს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ზემდგომი ორგანოები და ძალიან გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ. ბატონონა, თქვენ ძალიან ვრცლად ისაუბრეთ, თითქმის გათვალისწინებულ ყველა შეკითხვებს უკვე გაეცით პასუხი. ამაზე დიდი მადლობა და პირველ რიგში მოდი ავხსნათ ის, რომ ეს ვაქცინაციის კვირეული, რომელ ძირითადად დაავადებებისთვის არის გამიზნული, თუ მთლიანად მოიცავს ეს ყველაფერს? რა თქმა უნდა, მთლიანად მოიცავს. იმიტომ არის ესე განზოგადებულად მითითებული იმუნიზაციის კვირეული. ანუ ეხლა ალბათ ამ კვირეულში ზუსტად აი ესეთი ფართო სატელევიზიო რეკლამის საშუალებით, ბროშურების საშუალებით, რომელსაც ჩვენ დღეს უკვე მივიღებთ და დავარიგებთ ყველა სოფელში, ყველა უბანზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მივიდანთ. ალბათ ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას უთხრათ, რომ ყველა აცრა არის სავალდებულო, რაც გათვლილია სახელმწიფო პროგრამით. ანუ აქ კონკრეტულად რომელიმე მიმართულებით არ უნდა ვიმუშაოთ. მოდით კიდევ ერთხელ გადავსინჯოთ ჩვენი ჩანაწერები, ისტორიული ჩანაწერები და ამას მოუწოდებ თვითონ ექთნებსაც და ექიმებსაც ადგილზე მომუშავეს მედპერსონალს, ანუ ხომ არ გამორჩათ ვინმე. კი, დღეს კომპიუტერული პროგრამით მუშავდება
უმეტეს სოფლებში და უმეტეს ამცრელ დაწესებულებებში, მაგრამ ხო შეიძლება რომ რაღაც გამორჩენილი გვაქვს. ეს არ არის გასაკვირი, რომ ბევრია ასეთი 0-დან 15 წლამდე კონტინგენტი ყავთ და ეხლა დამატებული 14-დან 29 წლის ჩათვლით წითლა-წითურა ყვაყურაზე. ხომ არა ყავს ვინმე გამორჩენილი, ხომ არ არის არასრულად აცრილი ბავშვი. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ ამ კვირაში მთელი თქვენი მუშაობა მიმართეთ იქით, რომ ზუსტადაც ამოვქაჩოთ, ასე ვთქვათ, ამ სიტყვით. ამოვქაჩოთ ის, რაც უნდა აქამდე ყოფილიყო ჩვენს მიერ ჩატარებული. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მშობლებს. მშობლებო, ძალიან გთხოვთ, დაიზარებთ. თქვენ თვითონ იაქტიურეთ. მე ვიცი, რომ როცა აცრის მომდევნო თარიღია, ამას ექიმი და ექთანი გახსენებთ წინასწარ და თქვენ იცით, როდის უნდა ჩაუტარდეს. მაგრამ არის ერთი მომენტი კიდე. გვაქვს ჩვენ აცრებისათვის ჩვენება და უკუჩვენება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება რომ არ ჩაუტაროთ ბავშვს აცრა. ეს არის უიშვიათესი შემთხვევები და ამის ჩამონათვალი ძალიან კარგად იციან ჩვენმა მომზადებულმა, ბევრჯერადად მომზადებულმა მედპერსონალმა. მაგრამ დედა რო ხარ და შენ შვილს აქ ელემენტალურად სუნდო და ხველა, გგონია რომ შენი შვილი ცუდად არის ძალიან და არ გინდა რომ ზედმეტად შეაწუხო თუნდაც იმ ჩხლეტით. ეს არის ცრუ უკუჩვენება აცრებისათვის. პირიქით, ბავშვის როცა იმუნიტეტი აქვს დაბალი, იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული, ასეთი ბავშვი მეტად უნდა გავაძლიეროთ ზოგადად ყველა ინფექციური დაავადების მიმართ, რასაც მოიცავს ჩვენი ეროვნული კალენდარი. ძალიან გთხოვთ, თქვენ თავზე აიღებთ იმას, რომ თქვათ, რომ ჩემს შვილს ჯერ არ უნდა აცრა. რაც დროულად იქნება ჩატარებული ვაქცინაცია. იმ ასაკობრივი ზღვრების დაცვით. კი, მერე შეიძლება რომ ჩაუტაროთ. ანუ წლამდე გვაქვს ჩვენ სავალდებულო ვაქცინაციები, წლის შემდეგ შეიძლება რომ ჩაუტარდეს, მაგრამ ის იმუნური ფენა, რაც უნდა მოსახლეობაში გამომუშავდეს და კონკრეტულად ორგანიზმში რა იმუნიტეტიც უნდა ჩამოყალიბდეს, იმას ვეღარ ვიღებთ 100%. იმიტომ რომ ამას აქვს ყველას აქვს თავისი ასაკი. აი მაგალითად ტიდი ტარდება 14 წლის ასაკში. მანამდე ჩვენ ტიდის არ მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში აქ ცოტა ისეთი ქირურგიული ჩარევა როცა ჭირდება და იქ ჭრილობაა დამუშავებელი და მას თუ თავის დროზე დიტით ვაქცინაცია, ანუ დიფტერია, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საკმაოდ სპეციფიკურია სფერო, მაგრამ გავხდით რთულ სპეციფიკას, როცა ჩვენ შეგვიძლია თანმიმდევრულად, ეტაპობრივად, ასაკობრივად მივყვეთ და ზუსტად ის გაუკვეთოთ ჩვენ შვილს, რაც ჭირდება. აი გასულ წელს მაგალითად ჩვენ მედპერსონალში ჩავატარეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. პირადად მე ჩავიტარე ეს აცრა და იმდენად დიდი კმაყოფილება გვაქვს და ისეთი, იმიტომ რომ გრიპმა შეიძლება არ მოკლას ადამიანი, მაგრამ გრიპის გართულებაა ორგანიზმისთვის საშიშროება. გავდონონა, აი ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, თითქმის ყველა კითხვას პასუხს თქვენ უკვე თქვენით, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ და უბრუნდე მე იმას, რომ შესაძლებელია რომ აცრის დროს გართულება წარმოიქმნას, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვიცით რომელ წამალთან, რომელ მედიკამენტზე შეიძლება ადამიანს გაურთულდეს ესა თუ ის აცრის შემდგომი პერიოდი. და ამაზე წინა პერიოდი არ არსებობს, რომ შემოწმდეს თუნდაც ტესტი გაუკეთოთ მას, რომ შეიძლება თორე მისი აცრა. იცით როგორ არის, ჩვენი ვაქცინები არის ძალიან მაღალი დონის ტექნოლოგიით მომზადებული, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ორგანიზმი რა პასუხს მოგცემს. ამის წინასწარ ტესტირება, კი, თუ ბავშვს მაგალითად კვერცხზეა ალერგიული, არის რაღაც კომპონენტები, მაგრამ ჩვენ გვაქვს რა ვაქცინის წინა დოზის შეყვანაზე, თუ მას ჰქონდა აცრის შემდგომი გართულება, რა თქმა უნდა, იმ კომპონენტს ამოვიღებთ ჩვენ. გვაქვს რაღაც მონოვაქცინები, გვაქვს პოლივალენტური ვაქცინები, ეს რას ნიშნავს? კომბინირებული რო დაუშვათ 3 კომპონენტს 4-5 ერთად შეიცავს და იქიდან თუ რომელიმეზე აქვს ალერგიული რეაქცია, შეგვიძლია ეს გამოვთიშოთ მისი პრაქტიკიდან და ჩავთვალოთ სხვა ვაქცინები, მონოვაქცინები. მაგრამ ეს ნაკლებად ხდება ხოლმე.
აი ზუსტად უკუჩვენება იმიტომ თქვი, თუ აქვს ბავშვს უკუჩვენება ამ თუ იმ სახეობის ვაქცინაზე არ აქვს, რაც შეეხება გართულებას. Რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველაფერი ბუნებაში არ არის ესეც 100%-იანი გარანტია იმისა და მილიონში ერთი შემთხვევა, ჩემ შვილს რო დაემართოს და ნებისმიერი შვილს იმისთვის 1,000,000%-ია და ეს სულ არ არის და დაცვის მექანიზმი, რომ დაუშვათ მეგულიდი ამით დავიმშვიდო, რომ ის ერთი შემთხვევა რაღაც ჩემ შვილს შეხვდება გართულებული, ხო? მაგრამ ჩვენ გვაქვს დაცვის მექანიზმი რა? არც ერთ საექიმო უბანზე არ არსებობს თეორიულად და პრაქტიკულად ის შემთხვევა, როცა არ აქვს ანტიშოკური პრეპარატები. ანუ ისევე როგორც ვაქცინაზე, ასევე ნებისმიერ მედიკამენტზე შეიძლება მისცეს ადამიანს გართულება, ხო? მას აქვს ანტიშოკური პრეპარატების კომპლექტი. ადგილზე არ ჩაატარებს აცრას, მას როგორც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული, რომ არ უნდა გადაუხვიოს, აი ეს არის მისი კანონი. არ ჩაატარებს, დაუშვათ დაიწყო გართულება. ჯერ ერთი მითითება აქვს, ყოველი ვაქცინაციის შემდეგ ბავშვი მშობელმა უნდა მინიმუმ 9 საათი გააჩეროს იქ, სადაც აიცრა ბავშვი, იმიტომ რომ მას თუ დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა, მაშინვე იწყება სათანადო ზომების მიღება. ეს არის მაღალი ტემპერატურა 38.9-ის ზემოთ, ეს არის ალერგიული გამონაყარი, შოკი შეიძლება განვითარდეს. ამიტომ ანტიშოკური პრეპარატების კომპლექტი მოიცავს ყველა იმ პრეპარატს, რამაც უნდა მსგავს სიტუაციაში გამოგვიყვანოს მდგომარეობიდან. მაგრამ თუ მაინც ეს მილიონში ერთი შემთხვევა ქონდა პოლიომიელიტის ვაქცინა ასოცირებული დამბლა ერქვა, ასეთი პრაქტიკულად არსებობდა რა. ანუ პოლიომიელიტის აცრის შემდეგ ბავშვს ფეხი შეიძლება ჩამორჩენოდა. ანუ შეზღუდვა ქონოდა მოძრაობაში და პოლიომიელიტის ნიშანი. ანუ ორგანიზმმა მოხდა საპასუხო რეაქცია, მაგრამ 60 დღის შემდეგ ეს თვითონ გადიოდა მერე. ეს უნდა ექიმმა იცოდეს, ეს უნდა აუხსნას მშობელს და ტყუილად არ უნდა დაბრალდეს აცრას, ნებისმიერი სხვა შემთხვევა. არის ხოლმე რომ ბავშვს ინკუბაციური პერიოდი აქვს დაუშვათ იგივე გრიპის შემთხვევაში ბავშვის ორგანიზმი არის უკვე მომზადებული საიმისოთ, რომ ტემპერატურული რეაქცია გამოვლინდეს ხველა, იგივე ცრემდენა, ცხვირიდან ჩამოდენა, არის ის დედამ ვერ შეამჩნია, ან ყელი აქვს შეწითლებული, მიიყვანა აცრაზე და საღამოს მისცა მაღალი ტემპერატურა. მაშინვე ბრალდება აცრას. ეს არის ძალიან ისეთი ცოტა ცუდი მიდგომა, იმიტომ რომ ერთი ექიმაც უნდა შემოწმების გარეშე ვაქცინაცია არ გაუკეთდეს ბავშვს, ის ფილტვები უნდა შემოწმდეს, მისი ყველაფერი ყელი, ტემპერატურული რეაქცია და მერე ჩაუტარდეს აცრა. და ყველაფერს ნუ მივაწერთ აცრის შემდგომ გართულებას. და თუ მაინც მოხდა და ადგილზე ანტიშოკური პრეპარატებით ვერ მოერია ექიმი მას, მაშინვე მიყვავს სტაციონარში, მაგრამ ეს იმდენად უიშვიათესი შემთხვევაა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ამას ვამბობ, აი, რაც უცებ მახსენდება 5 წელი და იმის წინათ ჩვენ ჩანაწერები გვენახება ადგილზე, არც ერთი გართულების შემთხვევა არ ქონია. კარტონონა გასაგებია და დაუბრუნდეთ იმას ისევ, რომ თქვენი საუბარი ისეთნაირად არის მოწოდებული, რომ თითქოს იგრძნობა, რომ მოსახლეობიდან ინერტულობაა. აი თხოვნაში ისე გამოიხატება და რას გვაძლევს ამის საფუძველს თვითონ საზოგადოება რატო არიდებს თავს ამ იმუნიზაციას, აი თქვენი შეხედულებიდან და ამასთან ერთად მეორე კითხვაც მინდა დავსვა აქ საუბრიდან გამომდინარე, რომ თქვენ ამბობთ, რომ არ შეიძლება აცრაზე რაიმე პრობლემა იყოს თუნდაც 5 წლის მანძილზე, მაგრამ არის ისეთი მედიკამენტები, ინექციები, რომ აცრის შემდგომ იცის მაღალი ტემპერატურა, მაგალითად ხოლერის დროს რაღაცა წინასწარ ექიმი აფრთხილებს, რომ შეიძლება ცოტა ტემპერატურა აგეწიოს და ეს ამ აცრებთან ხო არა რამე კავშირში არ არის, ეგ აქ სუფთად არავითარი გვერდითი მოვლენები არ უნდა ქონდეს. გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს ტემპერატურული რეაქცია, მომატება ტემპერატურა. მე რატო აღვნიშნე 38.9-მდე დასაშვებია. ინექციის ადგილზე შეწითლება, შეშუპება შეიძლება იყოს, რაღაც ტკივილი რა თქმა უნდა ნემსია და იკეთებდა ისა ადგილზე შეიძლება იყოს შეშუპება, შეწითლება, ბავშვები კიდე
ზედმეტად ემოციურად ის ადგილი მტკივნეულია, დედა რომ მას უფთავებს და უშუალოდ ბარძაყზე კეთდება ბარძაყის კუნჩი, რა თქმა უნდა ბავშვს ტკივა იგივე კლავზე როცა კეთდება, მხარზე როცა კეთდება, რა თქმა უნდა ბავშვი ზედმეტად მტკივნეულად რეაგირებს. რაც შეეხება მოსახლეობის ინერტულობას, ზუსტადაც არის მოსახლეობა ინერტული, აი ეს 14-დან 29 წელზე მაქვს საუბარი. აი თქვენ დასკვნაში როგორ მეანიშნებთ, აი რა მე ხდება გეტყვით ამის რატომ? არის? დღეს არის ჯამთელი ახაზა, ავიღოთ 20 წლის ახალგაზრდა ჯამთელი ადამიანი. და ეუბნებიან, რომ ერთი ნემსი უნდა იჩხვლიტო. ის თვლის, მე ხო ჯამთელი ვარ. მე ხო ბავშვობაში ჩატარებული მაქაცრები, აღარ მინდა რა ზედმეტი ჩხვლეთ. აი ესეთი მიდგომა, რაღაც მინდა, როცა მე ვარ პრაქტიკულად ჯამრთელი. თვლიან ასე, მაგრამ ეს არის მცდარი მიდგომა ძალიან. იმუნური ფენა უნდა შეიქმნას ზოგადად მოსახლეობაში ძლიერი. ანუ მე ავიცრები, თქვენ აიცრებით, სხვა აიცრება, მიმღებლობა იმუნური ფენა რომ მაღალი იქნება საზოგადოების მოსახლეობის, უკვე შანსი ხდება ნულისკენ მიდის. თუ არ იქნება ძლიერი იმუნური ფენა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიმღებლობა ყოველთვის იქნება მაღალი. ანუ ვირუს, ვაქცინა რა დაავადება გამომწვევი, ეს იქნება ვირუსული და თუ ბაქტერიული, როცა შემოსულია და შენს ქვეყანაში ძლიერი იმუნური ფენა დახვდება, ისე როგორც ფარი და ჩვენ მქონდა წლების წინ სლოგანი იმუნიზაცია ფარი ჯანმრთელობისთვის. ანუ აი ფარივით ადგას მართლა რა ორგანიზმის წინაშე. შენ როცა დაცული ხარ, აქ გამორიცხულია. ამიტომ ვამბობ, რომ ინერტულობას ნუ გამოიჩენ. დღეს ხო ვართ პრაქტიკულად ჯანმრთელები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ხვალ, რომ შეგვდეს ეს დაავადება რა კვალს დატოვებს ჩვენ ორგანიზმში. ეს არის სახელმწიფო სტრატეგია. ხო გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ კარგად ვიცხოვროთ. წარმოიდგინეთ ახლა გულზე დარჩენილი ნაწიბური, გულის კუნთზე დარჩენილი ნაწიბური, რომელიც გარედან არ ჩანს და თუნდაც იგივე გადატანილი წითელი შემთხვევაში რჩება ორგანიზმში და გაახალგაზრდავებულია სიკვდილი, ასე ვთქვათ, და 40-დან 50 წლამდე პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი ამბობენ, ჯვარი ყველას გვწერია და უფალი გვფარავდეს, ამბობენ გადავარდა და მოკვდა 2 წუთში. ამის მიზეზებიც ცოტა წარსულში ვეძიოთ, ცოტა ჩვენ თავში ვეძიოთ. გასაგებია, ქალბატონო, მან თრაცულ იმუნიზაციას ვიყავთ, იმიტომ რომ უწევთ არის სიკვდილი არა, მე ვამბობ ძალიან დიდი წილი. გასაგებია. ეხლა ჩვენი საერთო იწურება, მაგრამ მინდა 1-2 ასეთი მოკლე შეკითხვაზე გასცეთ პასუხი. პირველი, რომ მოსახლეობამ უცბად გადაწყვიტა, რომ მასიურად ჩაიტაროს საცრები. პირველი, რამდენად ვართ მზად ჩვენ ამისათვის, რომ მაქსიმალურად ჩვენ უზრუნველყოთ ისინი ამ ინექციები. და მეორე, აქ ძირითადად ეხება 14-დან 29 წლის ასაკის მოქალაქეებს, მაგრამ რა დააშავა თქვათ ხანდაზმულებმა. არის იმის რაიმე საფუძველი იმისა, რომ თქვათ 60 წლის ზევით, თუნდაც 70 წლის ზევით ადამიანს მივეხმაროთ, მათაც ორგანიზმი გაუძლიეროთ. ისიც როგორც ბავშვი, ეს ორგანიზმი ისია უკვე დასუსტებული. და ამასთან დაკავშირებით არის რაიმე პროგრამა ისეთი, რომ ხანდაზმულებსაც გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ხო. პირველი შეკითხვა რა იყო? პირველი იყო, რომ უცბად გადაწყვიტა, რომ ყველამ ჩაიტაროს. მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში ამ წუთში დევს გარკვეული რაოდენობის ვაქცინა, რომელიც ინახება სათანადო პირობებით და დღესვე რო გადაწყვიტოს, აი იმ კონტინგენტის ნახევარზე მეტმა და თუნდაც სუმთელმა და ხვალ მიაწყდეს და ყველა ვადიანია ეს სამალი. რა თქმა უნდა, ყველა ვადიანია, მათ ჩაუტარდებათ ვაქცინაცია. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ხანდაზმულ და უფროსი ასაკის ხალხს. ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ მათ უდიდეს ნაწილს არ აქონდა თავის დროზე ვაქცინაცია ჩატარებული ამ წითელ-წითურა ყვაყურით, საწინააღმდეგო ვაქცინით. უმრავლესობას გადატანილი აქვს და იმუნიტეტი აქვს. და თუ მას პიროვნებას მოუხდა კონტაქტი, როგორც კონტაქტირებულ პირს, ჩვენ მაინც ვაძლევს რეკომენდაციას, რომ აიცრას. მარტო ამაცი არ არის ეს გათვლით. თუ კი კონტაქტში მოხდი დაავადებულთან, აიცერი კი ბატონო, ჩვენ არ უზღუდავთ ამას. კი ბატონო, თუ კი ამის იყო შემთხვევა, რომ ბებია იხვეწებოდა 80 წლის ბებია, რომ მეც ამცერითო. როგორ შეიძლება უარი უთხრა ამაზე სახელმწიფო პროგრამა? იმას სახვეწარით ჩვენ უნდა გქონდეს, ბებია რატო გვიხვეწებოდა? ჩვენ უნდა არა, რატო იცი მასე, მაგრამ ამბობდა თან, რომ მე გადატანილი მაქვს.
ამბობდა, რომ გადატანილი მაქვს ეს დაავადებაო, მაგრამ შეეშინდა ადამიანია და შიშის კომპლექსზე უფრო სათუთები ხდებიან ასაკში. მაგრამ ჩვენ გვაქვს ახლა არ გაიგოთ, რომ მხოლოდ 14-დან ეს არის ყველაზე კრიტიკული ასაკი, იმიტომ რომ გახსოვთ, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა იმ პერიოდში ვაქცინები ეყარა, რაღაცა ეს ვაქცინა არ იყო შემოსული იმ ეფექტურობის, როგორც ჩანს, მე თვითონაც არ მუშაობდი მაშინ და აღმოჩნდა, რომ ეს თაობა იყო ყველაზე მეტი მიმღებლობის მქონე დაავადების. ამიტომ აირჩია სახელმწიფო მე, თუმცა 7-დან 13 წლამდე თუ ვინმე აქვს გამორჩენილი, ესეც მასიური კამპანიის ფარგლებში ჩდება. ასევე გვაქვს 30 წლისევით თუ კი არის კონტაქტირებული პირი და რა თქმა უნდა მედპერსონალი, რომელიც პირველი უნდა იყოს ჯანსაღი, რომ მან არ გადაიტანოს ერთი ინფექციის წყარო არ გახდეს უშუალოდ თვითონ. ანუ დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ სხვა პაციენტს არ მიუტანოს ეს დაავადება. ამდენად ჩვენ არ ავწყვეტავთ ამას, ძალიან მაღალ დონეზე წყდება ეს ყველაფერი, შემუშავებულია ამ ხელა პროგრამა წელს 31 დეკემბრის ჩათვლით. გვაქვს მითითება, განკარგულება უშუალოდ პრემიერ-მინისტრისა შეთანხმებული ჩვენზე მდგომ ორგანოებთან, ვაქცინა საკმარისი იქნება და აიცერით ხალხო და რაც შეეხება იმუნიზაციის კვირეულის, ასე ვთქვათ, სლოგანი გვაქვს ასეთი აცერი და დაიცავი მომავალი თაობა და კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, მე გთხოვთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობისათვის აცერით და დაიცავით მომავალი თაობა. ეს არის საუკეთესო საჩუქარი ჩვენი შვილებისათვის. გასაგებია, დიდი მადლობა. პაციონო ტელემაყურებლებო, მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი კახეთი-იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები და ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოსნოს ხელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ხათუნა ჭონიაშვილი გახსნა და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი, ისე რომ შესაბამისი კუთხით დაავადებულებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. მე კი წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ექიმი ქალბატონი ნონა შანიძე. ქალბატონო, მადლობა აქ მომბრძანებისათვის, საინტერესო საუბრისათვის და ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენი ტელემაყურებელი გაითვალისწინებს ამ რჩევებს და ჩათვლით საჭიროს, რომ მათ შესაბამისად უმოკლეს დროში მაქსიმალურად გააკეთონ ის, რომ თავი დაიცვან ნებისმიერი სხვა დაავადების ან იმუნიზაციის აცრის შედეგად. რაც თავარია მომავალი თაობა. მინდა თქვენთან ერთად დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონი.